წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ცნობები შემოგვინახეს წმინდა სვიმეონ მეტაფრასტმა, სოზემონმა და სოკრატეს სქოლასტიკოსმა. მათი ნაშრომებიდან ვიგებთ, რომ წმინდა სპირიდონი კუნძულ კვიპროსზე დაბადებულა და თავდაპირველად მწყემსი ყოფილა. თავისი მცირედი შემოსავლით ცოლშვილის გარდა შეჭირებულ ახლობლებსა და გლახაკებს ეხმარებოდა. უფალმა მას სასაუთმოქმედების ნიჭი მიმადლა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ნეტარს კვიპროსის ქალაქ ტრიმიფუნტის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. ეკლესიის ისტორიიდან ცნობილია, რომ იგი მონაწილეობდა ნიკეის პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაში, სადაც მან სასწაული მოახდინა, რათა დაერწმუნებინა ურჯულო არიოზი, რომ ღმერთს გმობდა. წმინდანმა მოითხოვა აგური. ჯვარი გადასახა, ხელი მოუჭირა და იქიდან ცეცხლი და წყალი გადმოვიდა. თავად აგური კი